ყაზბეგი. აქ ყოველი ნაბიჯი სულიერი და ფიზიკური გამოცდაა. მის დასალაშქრად მოგვიწევს ვიაროთ ციცაბო აღმართებზე. თოკებში ჩაბმულებმა გადავლახოთ მყინვარები და ყინულის ნაპრალები. ღამე გავათიოთ 3600 მეტრზე მეტეორების წვიმის ფონზე და თავფარნების დახმარებით სიბინელეში გავიკვლიოთ გზა. ეს იქნება ბრძოლა ბუნებასთან, საკუთარ თავთან და მიზანთან. თუმცა მწვერვალამდე მიღწევა მაინც ამინდზე და თვითონ მთის სურვილზეა დამოკიდებული. დღე მშვიდად გერგეთის სამებასთან დაიწყო. ჯერ კიდევ არ ვიცოდით რამდენად რთული გზა გველოდა წინ. ამიტომ აუჩქარებლად ვისაუზმეთ და გავემზადეთ გასასვლელად. ამას აკა ჩვენ უბრალოდ ვირგებთ იმისთვის რომ ყინვარის ენაზე რომ გადავალთ იქ სიცივეში დრო არ დავკარგოთ, პირდაპირ ამოვიღოთ წრიაპები და ჩავიწვოთ. ღამე გავათიეთ გერგეთზე კარვებში. ეგ იყო პირველი ტიპი, პირველი დონის აკლიმატიზაცია. 1200 მეტრზე გაჩერება. აქ გერგეთი. და ახლა დავიწერით საბერწესკენ. საბერწემდე არის სადღაც 5 კილომეტრი და მეტეომდე არის სადღაც 9 კილომეტრი. დაახლოებით აქ ჭირდება 7-8 საათი. ჩანთების ცხენს გავატანეთ. მეტეოში გუშინ გვითხრეს. უი, ადგილი აღარ გვაქვს და მოგვიწია დამატებით ბარგის წამოთრევა. ძალიან მოუხერხებელი და მძიმე გახადა ჩანთები და გავატანეთ ცხენებს. თან ცუდი ამინდია და წვიმას აპირებს და წვიმაში უფრო რთული იქნება სიარული. მალე გერგეთი უკან ჩამოვიტოვეთ და დავიწყეთ აღმასვლა. დღეს უნდა ავწიოთ დაახლოებით კილომეტრი და 400. გერგეთი არის 2200 მეტრზე. მეტეო არის 3600-ზე. ეხლა ვართ დაახლოებით 2400-2500. ეს არის ღუმელი. წესით ადრე გასწორები რო დადიოდნენ ხოლმე ან ნიშნის მისაცემად, ან გასათხოვად, ან თებდნენ, ან შეიძლება როჰანის გასაფრთხილებლად. მოკლედ, ამ ეტაპზე ნაგვის ყუთათაა ქცეული. ამასობაში ცხენი მომიახლოვდა. მოგეფერო. კაი ბიჭი ხარ, ან გოგო, არ ვიცი. სამი ვირი. საერთო ენა ნახეთ მაიკო. ვირი რა ტიპიანა? რა დაღონებულია. რაღაცა უნდა. შია, აი მან აჭამა და. კიდე უნდა. შენთან კი მოხვედი, მაგრამ მე რო არ მაქვს საჭმელი. წრიაპი არის, რო გაიქან ეგრევე პირში. აქედან უკვე ალპური ზონაა. ბალახის საფარი მცირდება და იწყება კლდეები და ქვიანი ზედაპირები, რომელიც გრძელდება ბოლომდე. $3000 მეტრზე ავედით სავარაუდოდ. კაფე 360 სადაც აი გადმოვიარეთ. იდეაში ჩვენი გეგმა დღეს არის საბერწეზე ავიდეთ ჯერ, წყლები ავასვოთ და მე ავიდეთ მეტეოზე და დავბანაკდეთ. ეგ ყველაფერი დაბნელებამდე. ხვალე იქნება აკლიმატიზაციის დღე. ან 3600 მეტრზე ვავალთ მეტეოზე. იქ გავათევთ ღამეს. მე გავვლით ტრენინგს. ანუ ყინულზე დაცურების და თოკებით ჩაბმული სიარულის ტრენინგს და მე ისევ
აკლიმატიზაცია იქნება ავალთ 4000 მეტრზე. და შემდეგი დღე ამინიც შეგვიწყობს ხელს იქნება უკვე მყინვარწვერზე ასვლა. ესაა ხო საბერწე? რო ჩანს. წესთეგარი. შუაზე ცოტა აუ რა ხმა იყო გაიგე? მათრახის. ზორო არის ეს მეცხვარე კი არა. წეღარო გადაუჭირა იმ საწყალზე მას. სუგას. 13-ში ახალია ეს. რაპონტია რუსულად ვერ ხვდები, ან რუსები დაიღუპნენ, მაგრამ ქართულიც რო იყოს არ შეიძლება? ქართულიც კი არ, ქართული უნდა იყოს. და მე რუსულიც უნდა იყოს. მე მეშლება ეგეთ რაღაცებს. მაიკო. ეგ არის გიდი თუ შენ ხარ გიდი? იმან გითხრა. გაწვიმდება თასხმა იქნება. მაიკომ თქვა მზე იქნება. არა მზე არა, მაგრამ გადაიკრიფება ღრუბელია და აგერ. ამინდი უკეთესობისკენ იცვლებოდა. თუმცა გზა ისევ დამრეცი და რთული რჩებოდა, მაგრამ სანახაობრივი. სადღაც 300 მეტრი დაგვრჩა საბერწემდე. მაგრამ უფრო რთული იქნებოდა, დიდი ხანი დასჭირდებოდა. იმიტომ რომ საბერწერი ნახევარზე ცოტა მეტ მანძილზე. ანუ აქედან დაგვრჩა ნახევარზე ნაკლები. ეხლა მოვიდით საბერწეზე, დაახლოებით 3000 მეტრზე სიმაღლეზე. აქ შევისვენებთ, გავიხემსებთ, წყლებს შევავსებთ და გავაგრძელებთ გზას. ის რა კაცია. ყველაზე მაღალი რა არის, სადაც მოგიწევია? 3500. 3500 იყო. უშბა ძირი რა. დღეს შემდეგ 3600 იქნება, ხო? ერთი მყინვარწვერზე რა. აგერ ცხენებმა ჩვენი ჯართი მეთქი. ჩვენი ბარგი დატოვეს და ბრუნდებიან უკან. ჩვენ ჯერ კიდევ რთული გზა გქონდა წინ, რადგან მყინვარი უნდა გაგვეულა. თუმცა ისეთ გარემოში გვიწევდა სიარული, რომ ეს ყველაფერი არარეალურ სამყაროში მოგზაურობას გავდა. ეხლა ვიქნებით 3200 მეტრზე და უკვე იგრძნობა სიმაღლე აქ. წეღან ცოტა ხნით გავიხარე და რომ გავსწორდი ეგრევე თავბრუდა მეხვა. მანძილის უმეტესობას დღეს გავდივარ სადღაც 9 კილომეტრი. და მე მყინვარამდე უკვე ალექს მყინვარამდე რა მანძილია დაახლოებით. მეტეოდან. ვიდი? შეთი ყოფილა. ამასობაში მყინვარიც გამოჩნდა. ცხენები როგორ ჩამოყავთ, როგორ მაინტერესებს. იმათაც წრიაპებს უყენებენ ნეტა? დამარტივად ჩამოდიან. ჩავიცვამთ ახლა წრიაპებს და შევდგებით გზას ყინულზე. ყინვარზე გადასვლის წინ წინასწარ გამზადებული წრიაპები მოვირგეთ და გზა განვაგრძეთ. მოვირგეთ წრიაპები და გადავედით ყინულზე. და მაგარი გრძნობა არის. დადებაზე ეგრევე მოჭიდებას რო გრძნობ და ძალიან ცივი ჰაერი უბერავს უკვე მომეყინა სახე. ყინულზე სიარულისას ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. ეს ყინული კი ეგრეთ წოდებული გერგეთის მყინვარი 2 კილომეტრი გრძელდება. რის შემდეგაც უკვე ბოლო აღმართს ავუყვებით მეტეოსკენ. ამასობაში მეტეოც გამოჩნდა. მალევე მეტეოს თავიდან მყინვარწვერმაც გადმოგხედა. მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. მერე ისევ ღრუბელი მოეფარა. ცოტა გადავრჩა და მეტეოზე ვარ. ეხლა უნდა ვიპოვოთ ნიაღვარზე გადასასვლელი. ტემპერატურა დაეყრები ჯო. როგორც იქნა გამოვიარეთ ყინულები და ვიხდით ფეხზე წრიაპებს. ბოლო ღმერთს მივყავყვებით ახლა. რთული გზა დაიწყო აქეთ. ქვანაყარია და ხილად უნდა ვიყოთ, რომ ფეხი არ გადაგვიბრუნდეს. რა, გავეჭედეთ თუ არა? გზა არის დაკარგული აქ და გადმოვედით თავზე. აი ნაპრალის თავზე გადავდივართ. რომელსაც ამხელა ბზარები აქვს. დავიცავთ დისტანციას, მაგრამ მაინც რა შიშია.
მაგარი საშიშია. Ანთიცაბოდა ხრი ქვიან აღმართზე გვიწევს. რა, ბოლო ამას თქვა, იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის ზევიდან გამოჩდება. რავალთ, ეხლა ჯერ ჩანთები უნდა ვიპოვოთ. ცხენების სამოტანილი. მე საკაროე ადგილი. მე კარავი უნდა გავშალოთ. მე შევჭამთ. მე დავიცინებთ. გამოჩნდა რაღაც ნაგებობა. რაღაც ნაგებობა რა, მეტეოსადგურია. იმედია. მომილოცავს გამოჩნდა. ეს აულაღა და იქ არის უკვე. ბეთლემის ქოხი 3600 მეტრზე. მაგარი ნისლია, შიგნით ჩვენი ადგილი არ არის და საკარო გაქვს მოსაძებნი, მაგრამ მაინც გვიხარია რომ მოვედით. ხო გვიხარია. ან არ უხარიათ, ან ვერ გაიგეს. მართლა რა ხალხი. კაროები. ყველა ყვითელი რატოა. საკაროებზე შემოშენებულია ისინი. ქვებით რომ ხარმა არ წაიღოს. ჩვენს დაახლოებით ეგეთი ადგილის მოძებნა დაგჭირდება. აი ჯიგრულად უნდა გავამყაროთ კარავით, თორე დილას შეიძლება გავიღვიძოთ გერგეთზე. ჩვენი ჩანთები უნებლებია. ეხლა ვეძებთ საკაროს. ეს ერთი შეხედვით ეხლა ყველგან კარავია დარჭობილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რამე ადგილი გამოჩნდება თუ არა. ხვების აწყობა ჩვენით მოგვიწევს. ერთი აქ, მესამეც იქ. სხვათა შორის მეგონა, გაცილებით უფრო რთული იქნებოდა აქ ამოსვლა. არაფერი განსაკუთრებულიათ საშიშს გახდი და აქ ამოსვლას. 3 ადგილი ვიპოვე იქით. ჩემ ჩანთებს წავიღებ იქ დავყრი. დავიწყებ კარვის გაშლას. რა სიტყვი აბა. როგორია მსუბუქი ჩანთის წრევის მერე. სრული წონის მოკიდება. კიდევ კარგი ცხენმა ათვია. ხო, ზუსტად. შემდეგისთვის გაიცვალისნა რა. ერთ-ერთ ჩამთად შენ ჩაბარდე. აი ხლა ცოტა სწრაფად უნდა. ვაუ. უსა. სამაგარი. სწრაფად უნდა გავშალოთ კარავი. აქ არ გამოვიდა. იმის დადგმა, კარვის დადგმა, იმიტომ რომ იქ ვერტმფრენი ჯდებაო და ის აგვიშლის ეგრევე გადაგვიყრის აქედან. ამიტომ მოგვიწევს საკარო ადგილის შეცვლა. ასე თუ ისე უკეთესი ადგილი ვნახეთ. გადავალთ ეხლა იქით. მოვედით მეტეოზე და მოვასწავლით დაბნელებამდე დაბანაკება აგერ აქ. თბილ ორთქლს სუნთქა. მირა კაი გარეთ მაგრაცაც ვიდა. ჩვენ კარგად კომფორტულად კი შემოვიყურეთ ახლა საჭმელს ველოდებით, მანამდე ჩაი. აი ხო გითხარით იქნება კაი ცამეტ. გამოვედით მზის ამოსვლის საურებლად. აღმოსავლეთი არის იქით, აი კუთხეში უკვე ჩანს. თვარე ჯერ კიდე ჩანს. აგერ მთვარე. აგერ მზე.
აი ნისლის თავზე ვარ ფაქტიურად. ზაგერ მეტეოსთვის მზე ამოსულია უკვე ჩვენთვის ჯერ არა. ეს ცოტა მსუბუქი დღე გვაქვს მეტეოდან 3600 მეტრიდან. სააკლიმატიზაციო გასვლა გვაქვს ბეთლემის ეკლესიაზე 4000 მეტრზე. იქ გავჩერდებით ცოტა ხანი, მე დავბრუნებით უკან და მოემზადებით ხვალისთვის. და გავალთ ღამის 2 საათზე. უკვე თოკებში ჩავმულები და სრული აღჭურვილობით. Down goes first? No, up close first. This is Giaturi's gondola. Nirvana-ში გადადიხარ? ბეთლემის ეკლესია შიგნიდან ვისაც გაინტერესებთ. რატომაც მეგონა ძალიან ბევრი ხატებით იყო მოჭედილი ეს. ეს არის ჯოდი ვაგონი, რომელიც დადგეს აქ 1999 წელს. და ჭიათურიდან, ხო? ხო, ჭიათურიდან და რომელიც მე იკურთხა როგორც სალოცავი და როგორც გუშინ. აქ როგორც ვიცი, ჯვრის წერაც შეიძლება. წინაზე რო შეგხვდა ნიკა ლევანიძე ერთ-ერთ ვიდეოში თქვა, რომ მაგას აქ ჯვარი დაწერილი. აჰა. თან ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესია ტაძარი სალოცავი. 4000 მეტრზე. ცოტა ნაკლებზე, რა. ოკეი, კაცი ამოვიდა. 3900 რაღაცა მეტრზე. წყალი, სასმელი წყალი არ არის, მაგრამ განალღობი წყალი არის და შეიძლება მაგის მოხმარებაც ჭურჭლის გარეთ ხო არა მეგეთებში. დასალებათაც გაჭირებაში მოიხმარება თუ ანადუღარია. მაგრამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს. ზოგადად ცოტა ნაგვიანი ადგილია. და ხალხ მრავალი ალბათ სეზონსაც გააჩნია, მაგრამ გზა რომელიც ამოდის, საკმაოდ ხშირად იცვლება. ეგ მოსალოდნელიცა. ხან ზვავი წვება, ხან ქვათაც რენა, ხან რა. აგერ იმ დროშასთან იჭერს კარგად. ზევით არის ბეთლემის ეკლესია, სადაც ასევე კარგად იჭერს ტელეფონი. ეხლა შევიდეთ შიგნით. ესეც მეტეო შიგნიდან. მედია სარიელ როზეტოვიჩ ეს არის სამზარეულო. სადაც თბილა და გაზის მომზადებათა ისინი მოსულა. როგორც ჩანს 1930-დან 41-მდე აშენებდნენ. და პირველი მთის საფანაკე იყო. აკლიმატიზაციის გავლა გავიარეთ ბეთლემის ეკლესიაზე. მერე ტრენინგიც, ასე თუ ისე თეორიული უფრო იყო ვიდრე პრაქტიკული და 12 საათზე კი არა ღამის პირველზე დღეს გავალთ წინვარწვერისკენ. მანამდე კიდე უნდა მოვასწროთ და დავიძინოთ, იმიტომ რომ 10 საათი გზა სჭირდება წინვარწვერამდე და 10 საათი 6 საათი უკან. აი, წავედით ახლა დავიცინეთ.
ასეთი შეფუთული ვარ და ვიდეოებს მაღებინებს. ეხლა მოვედით ვეტალში, დავისაუზმეთ და დავიძრებით სრული აღჭურვილობით ვართ უკვე. ხარიანი ამინდი დაგვემთხვა და მაგრად ყინავს. დაიწყო ეგრევე კილომეტრიც კი არ გვაქვს ჯერ გავლილი და თოვლი და თან მოყინული ნახე როგორ ბზინავს. აქ წყალზე გადასასვლელი თოვლის ხიდი. დიდი ხანი არ გავჩერდები. ყველა გადმოვედით. კარგად ჩადგება. ხოლმე ჩემი ეს ხეული სიმხურვარა ისე მიტყავს თითქოს რაღაც გათბობა ჩართესო. ესეთი გასვლა ვიცი როგორია? იმ მომენტში შეიძლება დაღლილობისგან გეზიზღებოდეს და სახში გინდოდეს, მაგრამ მე რო გაიხსენებ მაგრად მოგწონს და კიდე გინდება. აკები რასა? აი კიდაკა. ამას აკები ასე პირად. არა. აი მაგერა გადა. მე მგონი მაქედან ჯობია ძალიან სლიკინა. ასეთი გამიწოდა. არა ძალიან სრიალებს იმაშვები. ვერ დგები. ჩავედით თოქში. გადავედით მყინვარზე და თოქიდან ტრიაპებით და თოკებით ვაგრძელებთ გადაადგილებას. თოკებში ჩაბმიდან მალევე დაიწყო ნაპრალები. ნაპრალები, რომლებსაც ძირი არ უჭირდა. ელოდები თოკი რომ მოიშვას და მე ხტები. ქვას არ დაადგა ეგრევე გადააბიჭე. ძალიან ახლოს არა, ოდნავ უნდა დაუახლოვდე. თოკი. 5 საკლია დაახლოებით 15 წუთი. 1 საათი საათნახევარში იზიჟრაჟებს. ცოტა მოდი ცოტა. და ზუსტად ნაპრალზე გადახტომისას გამოვიდა თოკი ქვას. იმისი ბრალი არ აქვს გამოვიდა. მალევე ჩემმა თავფანარმაც შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ საბედნიეროდ მალე გატენდებოდა. ხელა ნაპრალია ნახე. სიარულსაც ჩვენი თოკები ძალიან ხშირად ედებოდა ქვებს და გვაფერხებდა, მაგრამ თოკების ჩახსნა გამოსავალი არ იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაგვცდენოდა ფეხი და ნაპრალში ჩავარდნილიყავით. ქვები ნახე როგორ არ ჩამოცვენილი. მოკლედ ეს აქ არის მწვერვალი. ჩვენ ახლა შემოვლით და გამოჩნდება ის ბოლო ვერტიკალური ასასვლელი, რომელიც ყველაზე რთულია. ამასობაში დაგვათენდა და ლამაზი ხედებიც გამოჩნდა. დღეს ნახევარზე ვართ ახლა. ზე ამოდის ნელ-ნელა. მაგარი ხედებია, მაგრამ ასვლა ცოტა გვიჭირს. ანუ აკლიმატიზაცია გაძლიერე ფიზიკური დატვირთვა. თავისას შვება მაინც და ცოტა არ იყოს გავიჭედეთ. მაგრამ არ აღშოს, ნელ-ნელა მივიწვევთ. აქ იქნებით სადღაც 4500 მეტრზე. დიდი ნაპრალებია. ხიდს არ დაადგას ფეხი. თხელია და არ დაადგათ ხიდს ფეხი. ზადაგზა რა თქმა უნდა ვისვენებდით, რადგან ენერგია უკვე გველეოდა და გაგრძელება გვიჭირდა. კაცრი ჩაი. დაღლილობისგან და უჟანგბადობისგან უკვე ლაპარაკი გჭირდა. ძალიან მაღალზე ვარ და ძალიან კაი ხედებია. აი ხალხი როა. აი გარის მწვერვალი. გზა რა თქმა უნდა დაკლაკნილი ადის. მაგრამ ენერგია გვაქვს გაცლილი ბოლომდე. 1
2 საათში ალბათ ავალთ. ხალხი ჩანს უკვე. მთელი გზა ჩანს. რაც უნდა გავიაროთ. ჯერ კიდე რაღაც ციცაბო აღმართები დარჩა. დაღლა უკვე მთელ ჯგუფს ეტყობოდა. ჩვენ წინ ციცაბო აღმართები კი ვერ გვამხნევებდა. ბრალი დაგვევარდა. გამხნევა გვჭირდება. როგორც იქნა ბოლო აღმართამდე ავახციეთ. სადაც ცოტა ხნის შესვენების შემდეგ ჩანთებს და ჯოხებს ტოვებთ და მწვერვალისკენ ვაგრძელებთ გზას. აკეცეთ და აქ ერთად დავისვენოთ. აკეცეთ თოკები და ერთად დავსყრეთ და დავტოვოთ ჩანთები აქ. აქედან მივდივართ ხოლო წერაყი ჯოხებს. შეგვიძლია იასე დავახსოვთ ერთად ყველა. ერთი ბოლო გაჭირვება გადავრჩა და ეგ არის. ეხლა გადავართ წერაყინების გამოყენებას და მაგითი ავალთ იქ. ჩანთებს და ჯოხებს აქ დავტოვებთ. მაიკო ისაგდია შეიძლება მაიკოს დავტოვოთ აქ. დავართ ღრუბლების ზევით. აქ აი ამინდიამანო დაბრუნებისას საიდანაც ამოვედით იქ ითხოვეთ მოღრუბლულია. შესაბამისად შეიძლება წვიმა დავხვდეს. რელიჯვენი ჩოება იმას? თუ იმათ როგორც აქვს? სამაგიეროს ერთი პლუსიც აქვს დაგვიანებაში. ატო ჩვენ ვიქნებით. უშავს რამდენჯერაც სატანჯველია იმდენჯერ უფრო სასიამოვნო ახურმე მე ეს მიხდება. მეორე კაცი. რა кайხედია. იქით რუსეთია ხო? ხო. მაშინ არა кайხედი. კაი, ანუ აღმართის მხარეს მიჭრავს ესე? ხო. ნუ დაზღვევა ესე, თუ ვინმე აყირავდა ეგრევე წვევი. წერაყინი და თოკი ორივე არის ერთ მხარეს. კაი. და ორივე არის აღმართის მხარეს. ჩანთებს ტოვებთ აქ და ჯოხებს და წერაყინებით ვაგრძელებთ ასლას. უცნაურია. ხელი დღე მეორე რო ვიდექი და ეხლა ბოლოში რო აღმოჩნდა ცოტა. მასნაირი. მარტივისეო თოგის გადანაცვლება არ მევალება მე. და ბოლო აღმართსაც შევუდექით, რომელიც გრძელი არ არის, მაგრამ ყველაზე დამრეცი და რთული ასასვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ასვლის წინ შევისვენეთ, მთელი დღე გზაში ყოფნამ საკმარისი ენერგია აღარ დაგვიტოვა და ჩვენც ყოველ ნაბიჯზე გვიწევდა შესვენება. ბოლოები ორ დღეს ვითავა. სამაგიეროდ კაცშილი არ არის ეს. რაც უფრო უახლოვდებოდით პიკს, მით უფრო დამრეცი ხდებოდა გზა და ქარიც ძლიერდებოდა და მით უფრო მიუღწეველი ჩანდა მყინვარ წვერი. და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიეთ. რა? რუსლან. ო, რომას უთხარია მე. ესეც ჩვენი მყინვარ წვერი. იქით წარმოიხურბლა. დაშვებისას ისლმა გადაგვიარა. ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა, მაგრამ ღირდა. არა? მადლობა ძალიან. სანთელს ვერ იმასვიზანდი. დაესიეთ. ჩაქრესჭერ. ეს მე? ო, მადლობა. რა გულუხი ხარ. როგორი გრძნობა მყინვარ წვერზე დაბადების დღე.
ზოგადად მე ჩემი დაბადების დღეები დიდად არ მეყვარს, მაგრამ ყინვარწვერზე რომ უნდა შევხედროდი დაბადების დღეს, ეგ ფაქტი იყო და ძალიან გაიარში. რუსლან, ამინდმა ცხელი. ო, ამინდის ჩაფერისია. მაგარი გემრიელია. მე ვაწო. აი. წავედით ახლა. ვეცადოთ რომ გზაში არ დავიხოცოთ, ხო? დავიწყეთ დაშვება, მაგრამ მაგარი ნისლია, ლიზგვიანია. სინათლემდე ვერ მოვასწრებთ ჩასვლას ალბათ. თუ საერთოდ მივაგენით ამ ნისლში. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია. მეტე უნდა ისე ჩავახციოთ, რომ არ ჩავცვიდეთ ნაპრალებში. არ აგვებნეს გზა. და არ დავგვაღამდეს. და ყველანი იყოთ მე დავშივ ჩავალ. ნისლი გარემოს საშიშს და მისტიურს ყოფნა. კადრს პირდაპირ საშინელებდა ფილმიდან. ამას ისიც ემატებოდა, რომ შანსი იყო გზა აგვბნეოდა და არასწორ მხარეს დავშვებულიყავით. ხელზე ჩამოწვიდო ის. ხოჩი. პროლს გიხი. ის რეხმაურა. აქვეთა წვენა ხშირია და შეძლების დაგვარად უხმაურო და სწრაფად გავიარეთ, რომ მომდევნო წვენა არ გამოგვეწვია, რომელიც საღამო საათებში უფრო საშიშია, რადგან ყინული ლხვება და ქვებს ვეღარ აკავებს. ბოლოსკენ როგორც იქნა ნისლი გაიფანტა და გზაც გამოჩნდა. როგორც იქნა მოვიდა წრეებები და თოკების მოხსნის დრო. ვიხსნით, ხო? მე მეგოია. როგორც იქნა გამოჩნდა. ვიდეო მარტოზე დრონის სამწუხაროდ ვერ აუშვი, იმიტომ რომ ძალიან მაღალია და სატელიტთან კავშირს ვერ დამყარებს და ამიტომ არ აფრინდა. მარტოზე ასulis მსურველებისთვის საინფორმაციო ვიდეოს ცოტა ხანში დავდებ, ამიტომ შეგიძლიათ გამოიწეროთ და დაელოდეთ ამას. გაინტერესებს. თუ არ დაბრუნდით შეგიძლიათ გამოიწეროთ. ყინვარწვერის დალაშქვრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ზოგჯერ უკან გაბრუნების და დანებების სურვილი მას გაიჭერა, მაგრამ ერთმანეთის გამხნევებით და სინდის ზეაგდებით ამ სურვილზე უარი ითქვა და გზა განვაგრძეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის დაღლილობისგან იმ მომენტში სულ ერთი იყო მიაღწევდა თუ არა მწვერვალს. მეორე დღეს კი უკვე გამარჯვებულები და კმაყოფილები დავბრუნდით გერგეთზე. კლედ მეგობრებო, ლაშას ძალიან მძიმე ტვირთი აქვს და გადაღების თავი აღარ აქვს. დავაშვით მეტეოდან უკვე ჩანთებით სიმძიმეებით. აღმართია მთელი გზა. ისევ წრიაპები, ისევ ყინული, ისევ დაამართი. წავედით დავაშვით ყინულზე. მოვედით დიდი ხნის წვალების შემდეგ. ისე მიხარია ამის დანახვა. მანქანა ადგილზეა. ნიერება